ხალხატაჟი დღეს პრემიერის ქონდა პრესკონფერენცია და მას თავისუფლად კითხვა პუტინთან დაკავშირებით, ანუ არის თუ არა პუტინი მტერია და მან აიცილა ესე ვთქვათ ამ კითხვაზე პასუხი. თქვენი აზრით რამდენად სწორი იყო ეს მიმართება და მართლა არის თუ არა ბოლო პუტინი მტერი რა უნდა ეპასუხა? და რა უნდა ეპასუხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს? ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ პრემიერ-მინისტრს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ნებისმიერი ოდნავ ნორმალური ლიდერი ნებისმიერი სახელმწიფოსა რას გააკეთებდა მის ადგილზე? რას გააკეთებდა? გნებავთ პოროშენკო, გნებავთ ობამა, გნებავთ მერკელი, რას იტყოდა? კითხვის ასეთი დასმა სამწუხაროდ ნამდვილად მე არასწორად მიმაჩნია და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკოსის ამოცანა არის მტერისაც კი მოყვარედ გადაქცევა და არა, ესე ვთქვათ, ამისათვის ხაზის გასმა. ანუ არის პუტინი მტერი, თქვენი აზრით? არა, პუტინი არ არის საქართველოს მტერი. ეს შემიძლია გითხრათ, მე მას ვარ შეხვედრილი, მე მასთან მაქვს არაერთი საუბარი განხორციელებული და ის არ არის საქართველოს მტერი. ჩვენ ნუ ვუმტრობთ ჩვენს თავს და ისე ნუ მოვიქცევით, რომ ჩვენი საქმე გავაფუჭოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ყველაზე მეტად ვნებთ ხოლმე საკუთარ თავს, გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვა შეუძლია საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ავნოს. მადლობა. თუ მას არ სურს ეს ყოფილი ისეთ შეგეკითხებთან, იგივე ის ხელშეკრულებები, რასაც დებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ასევე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ის აკეთებს იმას, რაც შედის მისი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ რომ ვაკეთებდეთ იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და არ ვიყოთ საკუთარი თავის მტრები, ასეთ შემთხვევაში ეს ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არ გადაიდგმებოდა. ეს შემიძლია აბსოლუტურად დაზუსტებით და დაბეჭითებით გითხრათ.